ოლივიეს სალათი გინდათ სანდროს რეცეპტით მოამზადოთ, უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, მიყვარხართ. სალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ხათოს და სანდროს სამზარეულოდან ამ ბოლო დროს ცოტა მოვაკელი, იმიტომ რომ ძირითადად სწორკვებაზე რო ვართ გადასულები, აღარ ვაცხობ, აღარ ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ჩემი რეცეპტები ყველაფერი დევს. YouTube-ზეც შეგიძლიათ ადვილად მოძებნოთ და ჩვენს კულინარიულ ბლოგზე, რა თქმა უნდა, TikTok-ზეც. ეხა ბატონი ალექსანდრე, ვინაიდან ჩემს კვებაზე ყოველთვის ბატონი ალექსანდრე ზრუნავს. დღეს მითხრა რომ უნდა გაგიმზადო. ეს სადაური კალმახია ზორეთი? არა, ეს არის ურაველის კალმახია. ურაველი არის სოფელი, მაშინ რა ქვია, მესხეთში და კიდან არის ჩამოტანილი. ფერმის ხო კალმახია. ეს შემიწვა და ეხა ხო მინდა რამე სალათი მივიღო და ანუ სალათს ოლივიეს მიმზადებს კლასიკურს, მაგრამ სანდროსეულად და მერწმუნეთ, აი ესეთი პროპორციებით ამზადებს, რომ ხო იცით ოლივიეც არის და ოლივიეც, აი სანდროს რეცეპტით აი გამოდის სასწაული, ეხა ოლივიე ყველამ ვიცით რა როგორ რომელი სალათა, ჩვენ ხშირად ვამზადებთ, არა მარტო ახალ წელს, ძალიან გვყვარს. განსაკუთრებით ეხა რომ ბოსტნეულის სეზონი მოვიდა უკვე და უკვე ითხოვს ორგანიზმი რაღაც ბოსტნეულის მიღებას. ხო, და თან აი ცინებიც არის სხვათა შორის აქა ძალიან კარგი. ბოჭკოც არის და ძალიან სასარგებლო და აი სანდრო როგორ აკეთებს, აი გვიყურეთ. პირველ რიგში რას აკეთებს სანდრო აბა? პირველ რიგში რას ვაკეთებ და ეს ყველაფერი მაქვს მოხარშული, კარტოფილი, ეს ისინი და ბოსტნეული მოხარშა. გამზადა. კარგად არის გაციებული, რაც თავარია. რაც თავარია, ხო. ეს იყოს და ამ ყველაფერს დავჭრით წვრილად. და დაგიბრუნდებით ეხლა კიდე რომ დაჭრის. ყველაზე მეტად არ მიყვარს კარტოფილის დაჭრა. და მე გითხარი. საშინელი ეს არის. ეხლა და გითხარი რომ დაგიჭრივეთ კიდე არაო, ისე დანა რომ დაგვესველებინა ყოველ. არა, რა თუნდა კაცო დაასვე. კი, უნდა დაასველო და კარგად რო ეწებება. კრახმალი ხო, კრახმალი შვება და აი ესე. მე უნდა აგიწყო, გინდა თუ არა მე უნდა გაგიკეთო. კაცო, სად კაცის გაკეთებული საჭიროა. უყურე შენ, უყურე ქალებს გვაკნინებს. კი, გაკნინებ. ესეა. ესეა? ესეა ჩემი ძვირფასო გენაცვლე. კი, ნამდვილად მამაკაცის ხელით მომზადებულ ჯობია უნდა იყოს დაჭრილი და გემრიელია, ძალიან გემრიელია, კი ბატონო, კი ბატონო. შავხედოთ ისე კარტოფილი. ერთად მოაგროვი, არა, მიყვარს კარტოფილი, ხა ნუ დაიწყე. ნუ დაიწყე ხლა. ორი კარტოფილი და ორ კარტოფილსაც არ უკეთებ, კაცო. ბრავო, სანდრო. კარტოფილი დავჭერით, ჩემო ძვირფასებად. კუბიკებად, კი. და ეხლა დავჭროთ კვერცხი. ყველაზე რთული დასაჭრელი რაც არის ოლივიეში, ეს არის კვერცხი და კარტოფილი. აუ, კვერცხის საჭრელიც ხო გვაქვს აქ სადღაც, არ ვიცი. ხო ეწებება და ამიტომ მე დაფაც გავრეცხე, დანაც გავრეცხე, რომ კვერცხი დამეჭრე ახლა კარტოფილის დაჭრის შემდეგ. კვერცხს რო დავჭრი, რა თქმა უნდა, დანაც და დაფას ისევ გადავრეცხე. ხო, როგორი აკურატული ბიჭია. ესე დაჭრის ახლა კვერცხს. კვერცხი მიყვარს ძალიან, ამიტომ ოლივიეში კვერცხი რომ დომინირებს, არის კარგი. მე გამიკვირდა, მე პატარა ოლივიეს რო 10 კვერცხს უკეთებ ხოლმე და შენ რაღაც არა, ჩვენ ხო ეხა ისე არ ვაკეთებთ, რა ქვია, ხო. სახელდახელოდ ვაკეთებ. სახელდახელოდ, ხო, რო დღეს და ხოლ დავუშვათ. მივირთვათ. ხო. ესე ხა სტუმრებს არ ველოდებით დღეს და რომ მოვიდეს ცოტა სკვეში. ცომი არის მაცივარში? ცომიც არის, ხორციც. ყველიც, ჭყინტი ყველიც და უცებ გაუმასპინძლდებით, ამის პრობლემა არ არის. ზოგი რო იცოდე, კვერცხის გულს არ უკეთებს და ცილითაც აკეთებენ, ბევრი. კეფიცები მინახავს. ხო და ჩვენ გვიყვარს თავის გულები. თავის გულიანად უნდა და მაგასაც აქვს თავისი გემოვების მრავალფეროვნება. ხო, მაგრამ მე გეუბნები რომ არ უკეთებენ. არ უკეთებენ, სხვა არის. ზოგი უკეთებს, ზოგი არ უკეთებს. კვერცხი საჭიროა. ხა, დავჭერით კვერცხი. და ეხლა რიგითობით მივაყოლოთ სტაფილო, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი წებოვანი საქმე რაც არის, უნდა მოვიშორო. კი ბატონო. ესე იგი ამასობაში ჩემო ბატონო ამან დაჭრა სტაფილო. ვიჩინა სადღაც 100 გრამი, იმიტომ რომ ახლა ვიჩინაზე საუბრობდით მე და სანდრო, რომ
ოლივიე კი არის ამბობენ რუსული კერძია, მაგრამ ფრანგმა მზარეულმა მოამზადა, რუსეთში მოღვაწეობდა ეს ადამიანი და აკეთებდაო ამბობენ, ესე ამბობენ ქათმის წვრილად დაჭრილი, დაძენძილი ფილეთი. ნუ მერე შეიცვალა რა თქმა უნდა და მერე რუსეთში ამზადებენ დოქტორსკი რო არის ესეთი, ოღონდ აი კარგი ხარისხის ძეხვით მზადდება. სანდრო მაგერ ჩემო ბატონო გაუკეთა 100 გრამი ბავარიული ვიჩინა. ამას უყვარს ძალიან ვიჩინით და ეხლა კიტრს გამოაცალა გული, ძალიან უხდება და კიტრიც დაუმატეთ ჩვენ ეს სანდროს რეცეპტიდან. კიტრი უხდება ნამდვილად და კიტრი გაუკეთა. ეხლა დაჭრის ეს არ უნდა ჩავაყაროთ სანდრო? შავე კიტრს დაჭრის და აუცილებლად ძალიან უხდება არაჟანიანი მაიონეზი. ჩვენ ახლა ვიყიდეთ, მაგრამ როდესაც მე ვამზადებ ხოლმე, არაჟანს აუცილებლად ურევ ხოლმე. აი როგორ იცით, 3 კოვზი სახლში მომზადებული არაჟანი და 3 მაიონეზი და 3 კოვზი არაჟანი ურევ ხოლმე ერთმანეთში და სანდრო კიდე რას უკეთებთ ხოლმე? კიდე დიჟონის გარშიცას უკეთებ. აი ძალიან უხდება. დიჟონის მდოგვი ხა აქ არა გვაქვს და ისე თბილისში აი ყოველთვის რეცეპტში აი დაიმახსოვრეთ რომ გაუკეთეთ ერთი დიდი სუფრის კოვზი, აი საერთოდ სხვა გემოზე მიყავს ოლივიეს სალატი. ასე იგი სანდრო მამაკაცზე ხო ქალები ზრუნავენ მამაკაცის კვებაზე და შენ 21 წელია რაც შენი ცოლი ვარ, მეუღლე ვარ. სიტყვი გამომწვავე. შენ ზრუნავ ჩემ კვებაზე და აი ეს მაბედნიერებს და ძალიან კარგია და მივესალმები ყველა მამაკაცს, ვინც აი ესე ანებივრებთ თქვენ საყვარელ მეუღლეებს. ხო, ცოტა სიმჟავეს. ეს არის ბედნიერება ნამდვილი. ოლივიეში. ვითომ არ იმჩნევს ახლა ვაქებ და ვითომ არ იმჩნევს. მე ჩემზე საუბრობ. ხო, კომპლიმენტს გეუბნები, რომ ესე მანებივრებ მეთქი. ამდენი წლებია თქო. ყველაზე კარგი არის კაროხის შაკრა. და თან რა არის იცი, ეს იძულებით კი არ ხდება, ეს ხდება დიდი სიყვარულით, რომ აი ესე რომ იმზადებს, თვითონაც ბედნიერია. და ეს მაბედნიერებს მე და მეც მე არ მოვიდა. მწვანილი ბლომად, აი ბლომად მწვანილი აუცილებლად მწვანე ხახვი. ბოლო შტრიხები, რა თქმა უნდა, ბლომად მწვანილი, ესე დაკეპავს კარგად, წვრილად. მალექენი ადამიანი მომში და მალექენი. ესე იგი გაუკეთა მწვანილი ბლომად, როგორც ავთქვით, მარილი და პილპილს და პილპილი და მაიონეზი და ამოურევს და მზად იქნება გაჩვენებთ როგორი გამოვა. და ეხლა ამოურევს და ჩვენი კერძიც მზად იქნება. და ესეც საბოლოო ვარიანტი გამოიყურება, რა თქმა უნდა, ასე არის უგემრიელესი რეცეპტს აუცილებლად დავდებ. მიყვარხართ.